შეწყვიტე ყველაფრის დაგეგმვა და სხვებისთვის აზრის კითხვა. ისტორიაში ყველაზე დიდი აღმოჩენები მაშინ მოხდა, როცა ადამიანებმა საერთოდ დაივიწყეს წესები, გარისკეს და თავისი გზით წავიდნენ. შენ რას ან ვის ელოდები? ჩვენთან ქართულ რეალობაში რატომღაც პატარაობიდანვე სხვანაირად გვზრდიან. მუდამ გვაქვს იმის განცდა, რომ ჩვენი მიზნები ჯერ სხვებმა უნდა დალოცონ, უნდა მოიწონონ, შეგვაქონ ან მხარი დაგვიჭირონ, რომ საერთოდ რამის კეთება დავიწყოთ. სულ გვგონია, რომ ვიღაცის დასტურია საჭირო, მაგრამ სინამდვილეში სიმართლე სულ სხვაგვარია. შენი ოცნება მხოლოდ შენს გულში ფეთქავს. ის სხვა არავისთვის არ არის და ვერც იქნება ისეთივე მნიშვნელოვანი და რეალური, როგორიც შენთვისაა. ნამდვილი ზრდასრულობა და სიმწიფე ზუსტად იმის მიხვედრაა, რომ შენი მიზნების მიღწევა ამ ქვეყანაზე არავისი ვალი არ არის. შენი ოცნება მხოლოდ შენი პირადი პასუხისმგებლობა და მხოლოდ შენი საკუთრებაა. დაფიქრდი, რამდენ დროს კარგავთ იმაში, რომ სხვებს ჩვენი იდეების სიდიადე და მნიშვნელობა დაუმტკიცოთ. გამუდმებით ველოდებით აღიარებას ახლობლებისგან, მეგობრებისგან ან უბრალოდ ტაშს საზოგადოებისგან. მაგრამ რეალობა ბევრად უფრო ცივია. სამყარო შენი გეგმებით არ ცხოვრობს. ყველას თავისი პრობლემა, თავისი საზრუნავი და თავისი პირადი ბრძოლა აქვს. ის საქმე, რის გამოც შენ ღამეებს ათენებ, კითხულობ, შრომობ და მოსვენება გაქვს დაკარგული, სხვისთვის შეიძლება უბრალო ახირება ან სისულელე იყოს. რომ იცოდე, ეს აბსოლუტურად ნორმალურია. თუმცა წარმატება ზუსტად მაშინ მოდის, როცა ამ ყველაფერს აცნობიერებ, წყვეტ სხვებისგან დასტურის ლოდინს და შენი ოცნების ერთადერთ მესაკუთრედ საკუთარ თავს აცხადებ. ჩვენს საზოგადოებაში სულ არსებობს ეს ილუზია, რომ გარემომ თუ არ შეგვიწყო ხელი, ვერაფერს მივაღწევთ. სულ ველოდებით რაღაც ხელსაყრელ მომენტს. თუმცა ცხოვრება აჩვენებს, რომ ხელს მხოლოდ მაშინ გიწყობენ, როცა უკვე მზა შედეგს დაინახავენ შენს ხელში. მანამდე კი, სანამ ამ შედეგამდე მიხვალ, შენი გზა მარტოობის, შრომისა და შინაგანი რწმენის გზა. შენი იდეა მხოლოდ შენს თვალებშია ცოცხალი და მისი რეალობად ქცევა სხვა არავის მოვალეობა არ არის. ნუ ელოდები, რომ ვინმე შენზე მეტად დაიჯერებს შენს შესაძლებლობებს. ეს მთლიანად შენი საქმეა. თუ შენ არ გჯერა, სხვას რატომ უნდა სჯეროდეს? საბოლოო ჯამში ყველაზე დიდი თავისუფლება და ბედნიერება სწორედ ამ ყველაფერში იმალება. შენ საერთოდ არ ხარ ვალდებული შენი ოცნება ვინმეს მოარგო, ვინმეს გემოვნებაში ჩასვა ან სხვებისთვის გასაგები გახადო. ადექი და აიხდინე ის შენი თავისთვის. როცა მოქმედებას იწყებ არა სხვების დასანახად და არა ვინმეს ჯიბრზე, არამედ საკუთარი თავისთვის მიცემული დაპირების შესასრულებლად, აი მაშინ ხდები ნამდვილად უძლეველი. შენი ოცნებები შენი პირადი სახლია, ადექი და აშენე ის შენივე ხელებით. ცხოვრება ზედმეტად მოკლეა იმისთვის, რომ სხვის სიმოლოდინების ტყვეობაში გალიო. ნუ აჩუქებ შენ დროს მათ, ვისაც შენი წარმატების მაინც არ სჯერა. უფალმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ. უფალმა კეთილ გზაზე გატაროთ მუდამ. ყველაფერი კარგად იქნება.